ბიზნესმედია საქართველოს წარმოგიდგენთ. რას გვიყვება დრო? მე-20 საუკუნის დასაწყისში მედიცინას მტკიცედ სჯეროდა, რომ სიცოცხლისთვის საჭირო მხოლოდ ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები იყო. თუმცა ერთი კაცის, ერთმა კვლევამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. თაგვებზე ჩატარებულმა ერთი შეხედვით უბრალო ექსპერიმენტმა ფარდა ახადა დამალულ ჭეშმარიტებას. სიცოცხლეს სჭირდება ნივთიერებები, რომლებსაც მაშინ არც სახელი ჰქონდა და არც შინაარსი. თუმცა ნათელი იყო, ნაკლებობა კლავდა. ასე დაიწყო ვიტამინების ეპოქა და ბიოქიმიის სრული გარდატეხა, რომელმაც მარტო მეცნიერება კი არა, კაცობრიობის კვების კულტურაც კარდინალურად შეცვალა. ის კაცი კი, ვინც ერთი კვლევით გზა ფართო მედიცინის ახალ ჰორიზონტებს გაუხსნა, ინგლისელი ბიოქიმიკოსი ფრედერიკ ჰოპკინსი იყო. ჰოპკინსი ბავშვობიდანვე განსაკუთრებული ინტერესით გამოირჩეოდა ქიმიისა და ბიოლოგიისადმი, თუმცა იმ დროისთვის ბიოქიმია როგორც დარგი, ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო. მეცნიერების სიყვარულით დაწყებულმა კარიერულმა გზამ ფრედერიკი ჯერ Guy's Hospital Medical School-ში მიიყვანა, მოგვიანებით კი სწავლა კემბრიჯის უნივერსიტეტში განაგრძო, სადაც აქტიურად ატარებდა კვლევებს ცილების, ფერმენტებისა და კვების ბიოქიმიის მიმართულებით. ბიოქიმიკოსის მთავარი მიზანი იმის გაგება იყო, თუ როგორ მოქმედებს საკვები ნივთიერებები ადამიანის ჯანმრთელობაზე. ის თავიდანვე ეჭვობდა, რომ საკვების შემადგენელი ძირითადი კომპონენტები, ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები, სიცოცხლის შესანარჩუნებლად საკმარისი არ იყო და სხეულის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის კიდევ რაღაც სრულიად სხვა სჭირდებოდა. მიზნის მისაღწევ გზაზე იყო მისი დღეს უკვე ყველასთვის კარგად ნაცნობი და სახელგანთქმული ექსპერიმენტი ლაბორატორიაში, სადაც ბიოქიმიკოსი თაგვებს სპეციალურად დაბალანსებულ რაციონს აჭმევდა, რომელიც მხოლოდ ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, მარილებსა და წყალს მოიცავდა. მიუხედავად იმისა, რომ ღრღნელებს ყველა ძირითადი მაკრონუტრიენტი მიეწოდებოდათ, მალევე ავადდებოდნენ და მკვდებოდნენ. თუმცა, მაშინ როცა მეცნიერი მათ რაციონს მცირეოდენ რძეს უმატებდა, თაგვების ზრდას განაგრძობდნენ და ჯანმრთელების სიცოცხლეს დიდხანს ინარჩუნებდნენ. ეს იყო გადამწყვეტი მომენტი ჰოპკინსის აღმოჩენისთვის, როდესაც მან გაიაზრა, რომ რძეში რაღაც დამატებითი ნივთიერებები უნდა ყოფილიყო, რომლებიც აუცილებელია ჯანმრთელობისთვის, თუმცა არ შედის ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების კლასში. ამ უცნობ ნივთიერებებს ჰოპკინსმა სიცოცხლის დამატებითი ფაქტორები უწოდა და ვიტამინების ცნების დაბადების ათვლაც სწორედ აქედან დაიწყო. ამ აღმოჩენისთვის 1929 წელს ფრედერიკ ჰოპკინს ნობელის პრემია მიენიჭა ფიზიოლოგიასა და მედიცინაში შვეიცარიელ მეცნიერ ქრისტიან ეიკმანისთან ერთად. ეიკმანი იკვლევდა ავიტამინოზით გამოწვეულ დაავადებას ბერიბერის, ხოლო ჰოპკინსმა ეს თეორია ბიოქიმიურად დაამტკიცა. ნობელის კომიტეტმა დააფასა ჰოპკინსის წვლილი ვიტამინების თეორიის ჩამოყალიბებაში და იმის აღმოჩენაში, რომ საკვებში არსებობდა არა მაკრონუტრიენტული, მაგრამ სიცოცხლისთვის აუცილებელი ნივთიერებები. თუმცა იმასაც ხაზი უნდა გავუსვათ, რომ მეცნიერის მიღწევები მხოლოდ ვიტამინებით არ შემოიფარგლა. 1901 წელს ჰოპკინსმა ცილებში ამინომჟავა ტრიპტოფანი აღმოაჩინა. ეს უდიდესი მიღწევა იყო, რადგან ტრიპტოფანი სეროტონინის, მელატონინისა და ნიაცინის, იგივე B3 ვიტამინის სინთეზისთვის აუცილებელ ნივთიერებად ითვლება. ამის მიღმა ჰოპკინსმა მრავალი ექსპერიმენტი მიუძღვნა ფერმენტების მუშაობის მექანიზმის კვლევას, რამაც გზა გაუკვალა მეტაბოლიზმის მეცნიერულ გაგებას. ამასთან მისმა კვლევებმა საფუძველი ჩაუყარა ბიოქიმიის როგორც დამოუკიდებელი მეცნიერების განვითარებას. კვლევებისა და სათანადო აღმოჩენების მთელმა სერიამ ნობელის პრემიის მიღმა არაერთი ჯილდო განსაზღვრა. 1930 წელს ჰოპკინსის სამეფო საზოგადოების პრეზიდენტი გახდა. მწვერვალზე წავიდა სერობის ტიტულის მოპოვებით. მისი სახელი ბრიტანეთსა და მის მიღმიერ მსოფლიოშიც არაერთ ინსტიტუტსა და კვლევით ცენტრს ეწოდა, რომლებმაც ეს სახელი სამუდამოდ უგდავყვეს. კაცის, რომელმაც სიცოცხლის ახალი მექანიზმის შემუშავებით მედიცინის ახალი ისტორიის წერა დაიწყო.